როგორ ვითარდება მსოფლიოსა და საქართველოში ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა და რა სიახლეები არის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მოწვეულ სტუმრებთან ერთად გავშლით თემას დღეს. ჯანდაცვის სტანდარტს უკვე შემოვერთდნენ. ქალბატონი ნინო შარაშენიძე, ონკოჰემატოლოგი, რომელსაც საქართველოში ალბათ ყველაზე დიდი გამოცდილება დაუგროვდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაში ონკოჰემატოლოგიურ დაავადებების დროს. და ბატონი ზაზა კოკაია, ქართული მეცნიერი, რომელიც უკვე 3 წელი არის მოღვაწეობს შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში და რომელიც მუშაობს ასევე სწორედ ღეროვანი უჯრედების ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით ნეირომეცნიერებებში და შედეგების პოტენციურ ტრანსლაციაში კლინიკურ პრაქტიკაში. ჩვენთან ერთად არიან სტუმრები, მოგესალმებით და მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. დღეს ჯანდაცვის სტანდარტში სტუმრობისთვის ჩვენთვის პატივია, რომ ასეთ ორ გამორჩეულ ქართველ ექსპერტს უმასპინძლობთ და მინდა დავიწყო კითხვით ბატონ ზაზასთან, რომელთანაც მაქვს პატივი დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობისა და ვამაყობთ იმით, რომ ბატონმა ზაზამ ასეთი გზა გაიარა, რომელიც იქნება ჩვენ სტანდარტში აღწერილი და დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მეცნიერია ქვეყნის გარეთ და ასევე სწორედ დღესაც, მაგრამ თავის ქვეყანას ძალიან ეხმარება და დღეს სწორედ აი სემინარიდან მოგზანდა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარებული სემინარიდან ჩვენთან რედაქციაში. ბატონ ზაზა, რა არის მაინც უფრო ასეთ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, უჯრედული თერაპია ფართო გაგებით, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც რეგენერაციული მედიცინა, ღეროვანი უჯრედების გამოყენება, ჰემოპოეტური უჯრედების გამოყენება და ასე შემდეგ. რა მდგომარეობაა დღეს ამ თვალსაზრისით ფუნდამენტურ კვლევებში და რა არის უკვე კლინიკაში დაახლოებით, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარგი და ვამბობთ ხოლმე, რომ მომავლის მედიცინა. დიახ, უდაოდ ეს მომავლის მედიცინაა. დღეს ძალიან ინტენსიური განვითარების ფაზაში არის და იდეა მთლიანობაში ღეროვანი უჯრედებს თუ არ ავიღებ და უბრალოდ ვიტყვით უჯრედული თერაპიის, მდგომარეობს იმაში, რომ დაავადებული ან დაზიანებული უჯრედები ჩავანაცვლოთ ახალი, ჯანმრთელი და სიცოცხლის უნარიანი ფუნქციური უჯრედები. ზაალ კოკაია გახლავთ ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედებისა და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სპეციალობით ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია. ამავე წელს სწავლა განაგრძო ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ზაალ კოკაიამ 1990 წელს მიიღო შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია და მუშაობდა ლუნდის უნივერსიტეტში ჰისტოლოგიის კათედრაზე. 1992 წელს იგი კვლავ დაბრუნდა შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტში, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. 1997 წელს ზაალ კოკაიას საქართველოში მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1999 წელს ზაალ კოკაიამ მიიღო ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდება ექსპერიმენტული ნევროლოგიის დარგში, ხოლო 2002 წელს მოიპოვა ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ექსპერიმენტული მედიცინის დარგში. 2000 წლიდან ზაალ კოკაია სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ღეროვანი უჯრედების და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას. რამდენიმე წელში კი დაინიშნა ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2011 წლიდან გახდა დირექტორი. ამავე წლიდან იგი არის სტრატეგიული კვლევითი გარემო, ღეროვანი უჯრედები და რეგენერაციული მედიცინის კოორდინატორი. ზაალ კოკაია იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის ხელმძღვანელი და კოორდინირებას უწევდა ევროკავშირის PF7 კონსორციუმს. 2008 წლიდან არის ლუნდის უნივერსიტეტის კლინიკური მეცნიერების კათედრის ნევროლოგიის განყოფილების პროფესორი ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის დარგში. ზაალ კოკაია არის ლუნდის ფიზიოგრაფიული საზოგადოების და ევროპის აკადემიის არჩეული წევრი. მიღებული აქვს BNGT ფალკის ჯილდო ნეირომეცნიერებაში და საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში. არის სამეცნიერო ჟურნალების და მრავალი სამეცნიერო ფონდის პანელის წევრი. არის 170-ზე მეტი ორიგინალური და მიმოხილვითი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი. ორი მიმართულება, ერთი არის უჯრედული თერაპია, რომელიც ჩანაცვლებას განახორციელებს და ფუნქციურად იგივე ტიპის უჯრედები დაიმკვიდრებენ ადგილს და განაგრძობენ ამ ფუნქციას, რაც დაზიანებულ ან მკვდარ უჯრედებს ჰქონდათ, ან მეორე ეს უჯრედები ხელს შეუწყობენ გადარჩენილ ან ახალ უჯრედებს, რაც ადგილზე არის და არ ყოფნით უნარი, რომ
განკურნონ ან აღადგინონ საკუთარი თავის სტიმული მისცენ და გააძლიერონ მათი ცხოველმოქმედება და სიცოცხლის უნარიანობა. ყველაზე ხშირად მაინც ღეროვანი უჯრედები უდაოდ, თუმცა ღეროვან უჯრედებშიც უკვე დიდი გარღვევა არის ამ საუკუნეში, როდესაც უკვე ჩვენ ღეროვანი უჯრედები შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ ჩანასახიდან, ბლასტოცისტიდან, არამედ უშუალოდ ოსმიტოტური, არამედ უბრალოდ ჩვეულებრივი ნებისმიერი ქსოვილიდან, სისხლის უჯრედისგან ან ბლასტოცისტებისგან, თუნდაც კანის უჯრედებიდან. ნებისმიერი ადამიანის კანის ქსოვილიდან, ფიბრობლასტებიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზუსტად იგივე უნარის და პოტენციის მქონე უჯრედი, რაც არის ემბრიონული ღეროვანი უჯრედი. ამ ხრივ საქართველოსაც რომ ვისაუბროთ, ქალბატონ ნინო, როგორ ვითარდება ღეროვანი უჯრედებით, მათ შორის როგორც მკურნალობა, ასევე გადანერგვა, რა გამოცდილება დაგროვდა აი ამ წლების განმავლობაში და მათ შორის იქნება გამოწვევებიც და აი ამ გამოწვევებზეც რომ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ონკოჰემატოლოგიაში და ზოგიერთი ონკოლოგიური ნოზოლოგიის შემთხვევაში ეს არის ერთადერთი გადარჩენის გზა და განკურნების რეალური შანსი გარკვეული პოპულაციისთვის. ნინო შარაშენიძე გამოცდილი ჰემატოლოგი და ტრანსფუზიოლოგი, რომელმაც მრავალწლიან პროფესიულ გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰემატოლოგიის სფეროში, როგორც კლინიკურ, ასევე აკადემიურ მიმართულებებში. ნინო შარაშენიძემ სამედიცინო განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში 1994-1995 წლებში გაიარა ინტერნატურა, ხოლო შემდგომ წლებში გააგრძელა განათლება ასპირანტურაში ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებით. პროფესიული კარიერა დაიწყო 2001 წელს ზოდელავას სახელობის ჰემატოლოგიურ ცენტრში, სადაც 2020 წლამდე მუშაობდა როგორც ჰემატოლოგი ტრანსფუზიოლოგი. სხვადასხვა წლებში იგი თანამშრომლობდა და კონსულტაციას უწევდა სამედიცინო დაწესებულებებს. 2020 წლიდან თანამშრომლობს ისრაელის საქართველოს ანგინოლოგიისა და კარდიოლოგიის ცენტრ ჰელსიკორთან. 2016 წლიდან დღემდე იგი ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის, ონკოჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის განყოფილებას. 2021 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ონკოჰემატოლოგიის კათედრას. ნინო შარაშენიძე ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ჰემატოლოგიაში, ტრანსფუზიოლოგიაში და ონკოჰემატოლოგიაში. 2008 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება, ხოლო 2021 წელს პროფესორის ხარისხი. ის ასევე ჩართულია კლინიკურ კვლევებში და არის მრავალი საერთაშორისო კვლევის მთავარი ან თანამკვლევარი. მას მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ საერთაშორისო სამედიცინო კონგრესსა და კონფერენციაში, როგორც მონაწილე და როგორც მომხსენებელი. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის გარეშე ონკოჰემატოლოგია არ ითვლება სრულფასოვნად არც ერთ ქვეყანაში და თუ ქვეყანას არ გააჩნია სერვისი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის, პაციენტების უდიდესი ნაწილი არის სრულიად დაუცველი. ამაში დამემოწმება ბატონის ონკოჰემატოლოგიაში გადარჩენის რეალური შანსი პაციენტების საკმაოდ მოზრდილ რაოდენობას ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ მათ უტარდებათ ადეკვატური მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, საიდანაც მარტივად რომ ვთქვათ, პაციენტის გამოსვლა ციტოპენიური მდგომარეობიდან შეუძლებელია, თუ მათ არ მივაწოდეთ ის ღეროვანი უჯრედი, რომელიც წარმოადგენს მატერიალურ საწყის სისხლის უჯრედების სინთეზისთვის. არსებობს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ორი ფორმა, ეს არის აუტოლოგიური, როდესაც პაციენტი თავად ხდება დონორი თავისივე ღეროვანი უჯრედების და მეორე როდესაც ჩვენ დონორად ვიყენებთ ან ახლო ნათესაურს, ან სრულად შეთავსებად, ან ნაწილობრივ შეთავსებად ღეროვან უჯრედებს უკვე დონორისგან. ჩვენს ქვეყანაში უკვე რამოდენიმე ცენტრი არსებობს, თუმცა მთელი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ცენტრი ჩვენ ვიყავით, რომელიც 2017 წლიდან არსებობს და შესაბამისად გამოცდილებაც და რაოდენობაც პაციენტების ჩვენ გაცილებით ბევრი გვყავს. ჩვენს საიტზე, კონკრეტულად ჩვენს კლინიკაში 2017 წლიდან სრულად გადანერგილი პაციენტების რაოდენობა შეადგენს 634-ს და აქედან 11, უბრალოდ 14, მაგრამ 11 უშუალოდ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში იყო, ჩვენ გავაკეთეთ ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. როდესაც პირველად შევხვდი ბატონ კოჩა ინგოროყვას და მან შემომთავაზა და მითხრა, რომ გამეწია მასთან ერთად ეს მძიმე დაჭვი, სიმართლე გითხრათ, მთელი კვირა ვფიქრობდი, რომ ეს იყო აბსოლუტურად არარეალური ქართული სივრცისთვის, იმიტომ რომ მე ვიცნობდი ამ პროცესს ჩემი კოლეგებისგან, საზღვარგარეთ, სადაც არაერთხელ ყოფილვარ და მე ვიცოდი ამ საქმის უკან რამდენად რაც უნდა შევჭიდებოდით, დიახ. მაგრამ ეს გამოვიდა. გამოვიდა და შეძლებისდაგვარად ჩვენ, რა ვიცი, გვაქვს რაღაც გარკვეული
სირთულეებით, რომელიც დაძლევასაც ნელ-ნელა ვცდილობთ და ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან განსაკუთრებით არაჩვეულებრივ ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ასე ვთქვათ, არსებობს ესეთი ოჯახი, ჩვენ ესეთ ოჯახს ვეძახით, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის. დიახ, და აი ამ მათი ხელდასმით და მათი ხელშეწყობით ჩვენ ძალიან ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული კლინიკის წარმატება, ეს არის ქვეყნის წარმატება, იმიტომ რომ თუ ეს საქმე მივიყვანეთ ბოლომდე და იმედი მაქვს, რომ მივიყვანეთ, ეს იქნება უზარმაზარი შეღავათი მთელი ქართველი მოსახლეობისთვის, რომლებიც ცდილობენ მსგავსი სერვისის მიღება საზღვარგარეთ, ქვეყანას, ოჯახს, მოწყვეტილი ზოგი ლტოლვილთა თავშესაფარში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა. ბატონ ზაზა, შემდეგ კითხვა თქვენთან. ისევ ასეთი, თქვენ უკვე 30 წელზე მეტია მოვაწეობთ ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ლუნდის უნივერსიტეტში, ნეირომეცნიერებებში და სწორედ ლუნდის უნივერსიტეტი, რამდენადაც მე ვიცი, განსაკუთრებით ცნობილია ნეირომეცნიერების ძლიერი სკოლით და მათ შორის აი ეს მიმართულება, რაც დაინერგა ღეროვანი უჯრედების უკვე ნეირომეცნიერებებში ექსპერიმენტში გამოყენება ბაზისურ კვლევებში და ახლა თანდათანობით უკვე ტრანსლაციურ მედიცინაში უკვე პირველი ნაბიჯები. რას გვეტყვით მოკლედ თქვენი მოღვაწეობის შესახებ და რა პერსპექტივებია, რა კეთდება ლუნდში ამ თვალსაზრისით ექსპერიმენტულ კვლევებში და რა პერსპექტივებია კლინიკაში? უდაოდ ლუნდი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია, როდესაც საქმე ეხება ნერვულ სისტემას და ტრანსპლანტაციას და ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს ანდერს ბერკლენდა და ულე ლინდვალმა დაიწყეს ცხოველური ექსპერიმენტები პარკინსონის დაავადებაში, როდესაც ერთი ტიპის უჯრედები, გარკვეული უჯრედები, დოფამინერგული უჯრედები იღუპება პაციენტებში და ეს სიმპტომატიკა, ნევროლოგიური პათოლოგია ვითარდება ამ უჯრედების არარსებობის გამო. და იდეა ძალიან მარტივი იყო, მოდი მოვსინჯოთ, რომ ჩავანერგოთ twin-ში, არა იქ, სადაც დაიღუპა, არამედ სადაც მათი პროექციება ხდება, იმ უბანში, სადაც ისინი მოქმედებენ, ემბრიონული, ანუ ჩანასახიდან, ფეტუსიდან აღებული ის უბანი twin-ის, რომელიც დასრულში ქმნის დოფამინერგულ უჯრედებს. აი იდეა იყო ესეთი ძალიან მარტივი. შემდეგ შემოვიდა უკვე ადამიანის აბორტირებული მასალიდან მიღებული ეს დოფამინერგული უჯრედები და ეს ამდენი 10 წელია ვითარდება და 80-იანი წლებიდან დაიწყეს უკვე ადამიანებზე, პაციენტებზე ადამიანის ჩანასახიდან, აბორტირებული, დაღუპული ჩანასახიდან twin-ის ამ დოფამინერგული უჯრედების გადანერგვა პაციენტებში. ამან შექმნა იმის იმედი და მოცემულობა, რომ უკვე პრინციპულად, რასაც ამერიკელები ეძახიან proof of principle, პრინციპულობა, რომ ეს შესაძლებელია, დადგინდა. მაგრამ პრობლემა იყო მედიცინის განვითარებასთან ერთად აბორტი მით უმეტეს შვედეთში და მით უმეტეს კლინიკური აბორტი დღეს პრაქტიკულად თუ რაღაც მძიმე შემთხვევა არ არის, ფარმაკოლოგიური აბორტი ხდება, ეს როგორც მასალა, ეს როგორც პრინციპის დასამტკიცებლად იყო ეს კლინიკური კვლევა ჩატარებული და საქმე დადგა, საიდან მივიღოთ დოფამინერგული უჯრედები და აქ შემოდის ჩვენი საყვარელი ღეროვანი უჯრედები, სწორედ ღეროვანი უჯრედები, ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, რომლებსაც შესწევთ უნარი, მათ სხვა ფუნქცია არ აქვს, მათ შეუძლიათ გამრავლება და გარკვეულ პირობებში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით ჩვენს სხეულში არსებული ნებისმიერი უჯრედის წარმოქმნა. სწორედ ამ ტიპის უჯრედებიდან დღეს უკვე ჩვენთან ლუნდში ქმნით დოფამინერგულ უჯრედებს. მე უშუალოდ არა ვარ ჩართული ამ კვლევებში, მე ინსულტის კვლევებში ვარ. საინტერესო ის არის, რომ უკვე იმდენად განვითარდა ეს დარგი, რომ სტანდარტიზირებული არის, უკვე გამზადებული არის ეს უჯრედები, გაყინული არის და ნეიროქირურგი პაციენტში შეიყვანს, უშუალოდ გაადნობს ამ სინჯარას, ამოიღებს უჯრედებს და შეყავს მზამასალა. ანუ რეალურად ეს ისე არ არის, რომ ეს თუ გადანერგვის პროცედურა ნებისმიერ ქვეყანაში არის, ეს უჯრედები შესაძლოა მათ გამოიყენონ. ანუ ის ექსპერტიზა, რომ ეს შექმნან ეს უჯრედები უკვე საჭიროებას აღარ წარმოადგენს. მარკირებული და უკვე გამოცდილი, თანაც ეს უჯრედები გამოცდილია, რომ ეფექტურია, როცა შექმნიან ამ უპირატესობა ამ ღეროვანი უჯრედების ვიცარ, შეგიძლია უზომოდ გაამრავლო.
ძალიან დიდი რაოდენობის მიიღო. გაამრავლებენ ამ ერთ ჯგუფს, ერთ პარტიას, ესე ვთქვათ. და ამოწმებენ, ვთქვათ, იგივე ვირთაგებში გადაინგით, რომ ეფექტურია, მიკროსკოპიას ატარებენ და იციან, რომ ეს უჯრედები მუშაობს. და უკვე ნერგავენ პაციენტებში და ეს არის უკვე ადამიანის ემბრიონული ღეროვანი უჯრედების გამრავლების შედეგად მიღებული ბევრი ეს უჯრედი. უკვე 10-ზე მეტი პაციენტზე ჩატარდა ეს ჩვენთან, კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება, რომ დამუშავდეს ეს მონაცემები, ჯერ დახურული არის ეს კვლევა და თავის ტვინში ნერგავენ. თავის ტვინში. ანუ ბაზალურ სოვილში უშუალოდ შეყავთ, ეს დაღუპვა ხდება შავ სუბსტანციაში, დოფამინური უჯრედების, მაგრამ მათი ზემოქმედება ხდება ბაზალურ განგლიებში. აი, სადაც ხდება ზემოქმედება, იქ ხდება გადანერგვა. აი ამ განვითარების კვალდაკვალ, რაზეც ვისაუბრეთ, მე როგორც ვიცი, საქართველოს გაერთიანებული არის უკვე, ხო? ღეროვანი უჯრედების მსოფლიო ბანკში. შესაბამისად, ხო, რა საძლევს ეს ჩვენ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის, ჩვენი ღეროვანი უჯრედები ეს არის ძვლის ტვინში ნამდვილი ღეროვანი უჯრედები, რომლის სტიმულაციასაც ვაკეთებთ და შემდგომში ის გადმოდის პერიფერიულ სისხლში, შეუიარაღებელი თვალით ამ უჯრედის გარჩევა შეუძლებელია, ის ჩვეულებრივ ლიმფოციტს გავს, მაგრამ არსებობს უჭკვიანესი აპარატები, რომლებიც სეპარატორი, რომელიც ასე ჩაიჭერს დონაციის შემთხვევაში აი ღეროვან უჯრედს და სპეციალურად აგროვებს, რომელსაც შემდგომში ემატება მთელი რიგი ნივთიერებები, რომ გაყინვის პროცესში, იმიტომ რომ ის იყინება ძალიან მაღალ გრადუსზე, გამოლღობის პროცესში არ გასკდეს ეს უჯრედი და თავისი ფუნქცია შეინახოს. ჩვენი ღეროვანი უჯრედები, ამიტომ ჩვენი ტრანსპლანტაცია ცოტა განსხვავებულია და ეს არის ნამდვილად ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. ეს არის დაახლოებით ისეთივე პროცედურა, მარტივად რო ვთქვათ, როგორც სისხლის გადასხმა და ნებისმიერი სისხლის კომპონენტის დონაცია, ჩემი აზრით, მინი ტრანსპლანტაციაა, იმიტომ რომ გადადის იქ და ჩვენ შეუძლებელია თვალით გავარჩიოთ ღეროვანი უჯრედი მიყვება თუ არა. რატომ მოვყევი ახლა ეს ამბავი? არსებობს დაავადებების ძალიან დიდი ნაწილი, რომლის დროსაც პაციენტებს შეუძლიათ თვითონ გახდნენ თავისივე დონორი. ანუ ეს არის დაავადებები, რომლებიც არ მიდის ძვლის ტვინის დაზიანებით, ძვლის ტვინის ფუნქციური აქტივობის შეზღუდვით და ეს არის დაავადებები, რომლის დროსაც სიმსივნე ძვლის ტვინის გარეთაა და შესაბამისად მისი ჯამრთელი ძვლის ტვინის შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც დონორი. პაციენტების ასეთი კატეგორიისთვის შედარებით მარტივია ამ პროცედურის გაკეთება, აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული პროცედურა თავისი მიმდინარეობით, მათ მხოლოდ სიტყვა ტრანსპლანტაცია აერთიანებს სიმართლე რო გითხრათ. ასეთ შემთხვევაში ეს პაციენტები არიან სრულიად დაცული, შეუძლიათ თვითონ გახდნენ თავის დონორი და თუ მათ ჩვეულებრივი მკურნალობის პროცესში ვერ ვივიღეთ სათანადო შედეგი, ან გვაქვს დაავადების მოსალოდნელი რეციდივირების მაღალი რისკი, შევაგროვოთ მათი ღეროვანი უჯრედები, შევინახოთ, ჩავატაროთ ის თერაპია, რომელიც სრულიად გაანადგურებს პრაქტიკულად მოლეკულურ დონეზე დაავადებას და შემდგომში იმისთვის, რომ გამოვიდეს ამ მძიმე ციტოპენიიდან, დავუბრუნოთ თავისი ღეროვანი უჯრედები. მაგრამ არსებობს პაციენტების კატეგორია ძვლის ტვინოვანი დაავადებებით, როგორიცაა მწვავე ლეიკემია და ხავ თითქმის ყველა მიცის ამის შესახებ ბევრს საუბრობენ, ღეროვანი უჯრედები თავად ვერ გამოდგება თავისივე თავის დონაციისთვის. ასეთ შემთხვევაში გვჭირდება დონორი, ახლოთ ნათესაური დონორი, შეთავსებადი დონორი, ან ვინმე უცხო ადამიანი, რომელსაც გააჩნია იგივე ფენოტიპი. აღმოჩნდა, რომ ასეთი ადამიანები უამრავი არსებობს მთელს მსოფლიოში, რომელიც შეიძლება რომ მქონია შემთხვევა, როდესაც ყავდა პაციენტი, რომელსაც ყავდა 4 დედმამიშვილი და არც ერთი დონორად არ გამოგვადგა, მაგრამ მას მოუძებნეს სხვა ქვეყანაში მისთვის სრულად შესატყვისი დონორი. ასეთი დონორების მოძიებაზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში, მას შემდეგაც კი, როდესაც ჩვენს საიტზე შესაძლებელი გახდა ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და სწორედ ამ ტრანსპლანტაციის ოჯახიდან ქალბატონი ანასურედადან მივიღეთ უკვე ნებართვა ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის, ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყენებინა მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის მიერ მოყვანილი ახლო ნათესაური დონორი. თუ პაციენტი ძალიან ბევრი შემთხვევა ჰქონდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით და სხვათა შორის ჰაშელატიპირებაც, როდესაც ხდება აი დონორის და პაციენტის შეფასება, ასე რომ ვთქვათ, საპასპორტო მონაცემები მარტივი გასაგები რო იყოს, ესეც ჩვენ დავიწყეთ პირველად და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და რატომ დაგვჭირდა ამასაც მოგახსენებთ.
ასეთ პაციენტებს თუ კი ახლონათესაურ დონორს ვერ მოუძებნიდით, ჩვენ თავად ვაძლევდით რეკომენდაციას, რომ გადარჩენის მიზნით გამგზავრებული იყოს საზღვარგარეთ, რათა მოეძებნათ მათთვის დონორი. ვინაიდან საქართველო არ წარმოადგენდა ამ დიდი ოჯახის წევრს, მაშინაც კი თუ მას ჰქონდა თავისი პასპორტი HLA ტიპირების, არ ცნობდნენ საზღვარგარეთ ეუბნებოდნენ, რომ მე შენ ხელახლა უნდა გაგიკეთო, ხელახლა მატერიალური ხარჯი, ხელახალი წვალება და ასე შემდეგ. 2 წლის წინათ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი ჩვენი ადმინისტრაციის უზარმაზარი ძალისხმევით და მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა სწორედ პარიზში ვიყავით ძვლისტვინის ტრანსპლანტაციის კონგრესზე, როდესაც ჩვენ მიგვიწვიეს როგორც რეალური კანდიდატი ამ ოჯახში გაერთიანების, ანუ დონაციის დონორთა რეესტრში გაერთიანების. ჩვენ გამოგვიყვეს როგორც პირადი მეგობრობის და პატივისცემის საფუძველზე, გამოგვიყვეს 10 კაციანი ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენთან სამუშაოდ, რომელმაც დაგვიხატა და დაგვიხაზა ის გზა, რომელიც გზაც ჩვენ უნდა გაგვევლო, რომ მიგვეღო პირველი ნაბიჯი აი ამ დონორთა რეესტრში გაერთიანებისთვის. რას გულისხმობს ეს, რომ საქართველო გახდება მსოფლიოს ნაწილი და შესაბამისად მე, როცა დამჭირდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, შესაძლებელი იქნება მომეძებნოს აფრიკაში, ამერიკაში, იტალიაში და ასე შემდეგ, ჩემი შესატყვისი დონორი სრულიად ჩემი გამგზავრების, ჩემი წვალების, ლტოლვილთა ბანაკში ორგანოთა საერთაშორისო დიდი ბანკებია და ახლებით ღეროვან უჯრედებზე ჩართული იქნებით ამ დაცვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ, მოგცეს პირველი დავალება რომ ქონოდა, მოგახსენებთ აი სულ 2 წამში ვიტყვი. ჩვენი პირველი დავალება იყო, რომ მოგვეგროვებია 500 მოხალისე დონორი, რომელსაც ჭირდებოდა ექნებოდა თავისი შესატყვისი HLA ტიპირება, რომელიც გაკეთდა ჩვენ საიტზე და ძალიან დაგვეხმარა ამაში სხვათა შორის ჩვენი სამინისტროც და ქალაქის მერიაც, რომელმაც დაუფინანსა პაციენტების, უпроსტად დონორების დიდ ნაწილს ეს პროცედურა და ჩვენ როცა წარვძდექით ამ პროექტით უკვე წელს სულ რამოდენიმე თვის წინათ შემდგომ შეხვედრაზე, ჩვენ და უნებურად მაშინაც კი, როდესაც ჩვენ არ გვქონდა ჯერ ბოლომდე შესრულებული ყველა პირობა, ანუ იქ არის IT სამსახურის ტრეინინგი, რომელიც ახლა ინტენსიურად მიმდინარეობს, იქ არის მთელი სისტემა როგორ უნდა ატვირთო, იმიტომ რომ ჩვენივე დონორები, რომლებიც გვყავს, ჯერ ვერ ვძებნით. ანუ მე კი მყავს 500 დონორი, მაგრამ გამომადგება თუ არა, არ ვიცი, იმიტომ რომ შეუძლებელია თვალით ხო ვერ შეადარებ 500-ს, არა, სისტემა არ არსებობს, ჯერ ჩვენ არ ვართ და IT სამსახური ახლა გადის ამის ტრეინინგს. და გვითხრეს, რომ ვინაიდან და რადგანაც თქვენ დროის უმოკლეს ვადაში გააკეთეს ის, რაც სხვა ქვეყნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გააკეთაო, მოგცეს ამის უფლება და ყველა პაციენტი, რომელსაც დაჭირდება და ჩვენ დონორს ვერ მოუძებნით, ავტომატურად მოუძებნიან მართალია სერვისი არ იქნება, ჯერ რომ მოუტანონ ის ღეროვანი უჯრედები საქართველოში, მაგრამ გაუმარტივდება თვითონ პაციენტსაც და ექიმსაც და ეტყვიან, რომ შენ გყავს რეალური დონორი ამა და ამ ქვეყანაში და შეძლებს დაგვარად ჩვენ დავაკავშირებთ იმ საიტს, სადაც მე მოხდება ამ პაციენტის მკურნალობა. ხშირად ისმება ხოლმე კითხვა აქ, რომ აი პატარა ქვეყნებს რა შეჭირდებათ მეცნიერება, გადმოიღონ ის ყველაფერი კარგი, რაც არის დასავლეთში და ჩვენ მივყვეთ იმას და ადგილობრივი სამეცნიერო კვლევები, ლაბორატორიები და ეს არ არის საჭირო. აი აქ მაინტერესებს თქვენ როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის რეკომენდაციები ამ თვალსაზრისით. კი ბატონო, მე როგორ თქვენ ვთანეთ 3 წელზე მეტია მუშაობ შვედეთში და ყოველთვის ვცდილობდი, რომ ეს ძალიან შემთხვევით იყოს, არ ვაპირებდი თავდაპირველად რომ ჩავედი შვედეთში, მხოლოდ 6 თვით მქონდა სტაჟირება შვეიცარიის ინსტიტუტის დაფინანსებით და როგორც ხუმრობ ხოლმე ეს 6 თვე გადაიჯერდა ნახევარცხოვრებად. და სულ ვცდილობდი, იმიტომ რომ თავიდან ძალიან გაურკვეველი იყო, როდის მომიწევდა დაბრუნება და არ მინდოდა გაწყვეტა იმ ჩემს ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან ურთიერთობის თუ უნივერსიტეტთან და სადაც ბუნებრივია თუ დაუბრუნდებოდი, მათთან უნდა გამეგზელებინა თანამშრომლობა. მოკლედ რომ თქვა, მთელი ამ პერიოდის მანძილზე რამდენიმე ფორმით მიდიოდა ჩემი თანამშრომლობა. ეხლა თქვენაც ბრძანეთ, ეს არის ჩემი, ესე ვთქვათ, აკადემიური საქმიანობა, უკვე 2000 წელია, ასევე ჩემი ინიციატივით და სურვილით თარგმნეთ ძალიან პოპულარული ინგლისური ჯიბის ატლასი, სამედიცინო ატლასი, რომელიც გამოვიდა უпроსტად ქართულ, ინგლისურ, ლათინური ლექსიკონით და ამავე დროს ატლასი და მგონია რომ ძალიან უყურადღებოდ დარჩა ეს წიგნი და იდეაში მაქვს რომ
ახალი გამოცემა, რაც გამოიცა ეს სასიგნალო ეგზემპლარები, ეს 2017-ში გამოვიდა, მერე კოვიდი მოყვა და ვერ მივხედი მაგ საქმეს, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც მე ვაკვირდები, ეს ტერმინოლოგიური, ქართულ, ინგლისურ, ლათინური ერთმანეთთან დაკავშირება ერთად თავმოყრილი ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო განათლების პროცესში. საქართველოში დავაარსეთ ჰაბი, სულ ასე რამდენიმე ჰაბი არის ევროპის აკადემიის, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და თბილისი ერთ-ერთი მათგანია და მე და ჩემი კოლეგები, ვინც არიან საქართველოსდან ამ აკადემიის წევრები, ვცდილობთ რომ მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე მეცნიერების მიღწევების თუ გამოწვევების თუ საჭიროების დემონსტრირება მოვახდინოთ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებაში და ეს ამან მიმიყვანა ახლა თქვენს მიერ დასმულ კითხვამდე რა მნიშვნელობა აქვს, რა საჭიროებაა მეცნიერება. მე ვთვლი რომ აუცილებელია. საქართველოს არ ვართ მდიდარი მაინდა-მაინც არც ნავთობით, არც გაზით, არც სხვა რესურსებით. ადამიანი არის ჩვენი მთავარი რესურსი. ადამიანი ინტელექტუალური პოტენციალი. ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების საჭიროა განათლება. განათლების სისტემა თანამედროვე მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. ამ ორი კომპონენტის განათლების და მეცნიერების შერწყმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის უტილიზაცია. მე ეს ჩემ ხელთ მაქვს გამოვლილი და გამოცდილი, როგორც მოგახსენეთ, ბევრი სტუდენტმა გაიარა ჩემ ხელში და ბევრი წარმატებული ადამიანი და წარმატებული მკვლევარი, თუნდაც მათ შორის მე და ჩემი ძმა, რომლებმაც აქ მივიღეთ განათლება და როცა მოვხდით შესაბამის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში, შევძელით რომ დაგვეფუძნებინა საკუთარი თავი, დაგვემკვიდრებინა საკუთარი თავი და გარკვეული წარმატებები გაგვიკეთებინა მეცნიერებაში. ზუსტად ასევე ნებისმიერ ქართველ სტუდენტს თუ კი საგანმანათლებლო სისტემა და მასთან შერწყმული სამეცნიერო სისტემა იქნება განვითარებული, შემდეგ შესწევს უნარი რეკომენდაცია ჩვენს ხელისუფლებას რომ მეტი მხარდაჭერა განათლებასა და მეცნიერებას. მე ამას მუდმივად მე კი არა მეხუმრებიან კიდეც რომ შენ ისა მოტოდ გაქცეული რომ განათლება გადაარჩენს საქართველოს. ეს უდავოდ. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას მაღალი დონის განათლების და მასთან ინტეგრირებული მეცნიერების გარეშე ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. დიდი მადლობა. მადლობა თქვენი რჩევებისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის, რეკომენდაციებისთვის მათ შორის და მადლობა რომ იყავით დღეს ჯანდაცვის სტანდარტის სტუმრები.